მები მადლობა რომ გვერდთვები პირდაპირ ეთერში ჩვენ რამდენიმე თვიან პოლიტიკურ კრიზისს ვადევნებთ თვალყურს და მიუხედავად იმისა რომ დროის გასვლასთან ერთად თითქოს რაღაც კვანძის გახსნა უნდა ყოფილიყო ჩვენ ვხედავთ რომ ეს კრიზისი ახალ ფაზაში გადადის ზურა ჯაფარიძის პატიმრობა გუშინ და კიდევ მოსალოდნელი პატიმრობები მელია გვარამიას ეს პატიმრობა უკავშირდება მათ გადაწყვეტილებას არ გადაიხადო გირაო, თუმცა პატიმრობა გაგრძელდება თუ არა ერთ წლამდე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე არ მისვლა, ამას ჩვენ ვნახავთ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ. მოკლედ გირაოს იხდი თუ არ იხდი, საბოლოო ჯამში ესეც არ ნიშნავს, რომ პატიმრობისგან ხარ დაზღვეული. რა პროცესში შევდივართ ახლა, როდესაც შეიძლება საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდეს პატიმრობაში. ამ კონკრეტულ მოცემულობაში სამი. ზურა ჯაფარიძის გარდა ეს შეიძლება შეეხოს მოკლედ მელია გვარამიას. ქალტონდენამ არ გამოგრჩეს ირაკლი ოქროაშვილიც. კი, ირაკლი ოქროაშვილი მოქმედი პოლიტიკოსი არ არის, არ ვაკნინებ რა თქმა უნდა მისი პატიმრობის და მის გადაწყვეტილებასაც ბუნებრივია და ის არის ახლა პირველი პატიმარია, რომელიც სწორედ ამ გირაოს თემით არის საპატიმროში და კომისიაზე არ მისვლის გამო. ხო, ანუ მე ვიცი რომ არ გამოგრჩათ უბრალოდ და მესმის ხო, ანუ ვთქვათ პარტიის ლიდერების სხვა არის. ეხლა უკვე პოლიტიკურ სეზონზე ვლაპარაკობ მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები, თორემ ეს არაფრით რა თქმა უნდა ბევრჯერ და ყოველთვის ვახსენებ რომ ოქროაშვილი იყო პირველი ვინც ამის ნიადაგზე აღმოჩნდა საპატიმროში. რა თქმა უნდა და სხვაშორის ირაკლი ოქროაშვილზე მინდა ერთ რამე გავიხსენო, როდესაც იგი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ძალიან დიდ საერთაშორისო იწვევდა ხოლმე უკრაინელებში, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი იყო რიგითი და ეს აუცილებლად სხვაშორის ძებნაზეა იმ 100 ადამიანს შორის არის, ვინც პირველ ათეულშია, ვინც რუსებს ყავს ძებნაზე, კი, გაძებნის ქვეშ და რუსეთის სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლებას უპირებენ. და ოქროაშვილზე რატომ თქვი, იცით რომ დღეს სასამართლო იყო და ძალიან გული დამწყარო ვერ მოხვდი ამ სასამართლოზე. და ყველა ეს ადამიანი რომ ითქვა რომ მალე ორ პროცესში ეს თქვა დასრულდება დაახლოებით 7 ივლის თუ არ ვცდები მოკლედ რაღაც ორი პროცესიაო ადვოკატი ამბობს და ანუ მალე წავა ეს ფინალისკენ როგორც ჩანს ეს როგორც ჩანს მე მაინც გონია რომ რეჟიმი უკან დახევას ამ ეტაპზე არ შეეცდება, იმიტომ რომ ეხა გუშინ მე რაც ვნახე სასამართლოს ხტომაზე ვიყავი თავიდან ბოლომდე ზურა სასამართლოს ხტომაზე ქალტონდიანა მე 2 საათზე მივედი გიგის ხტომა იყო გიგის სასამართლო იყო, იმიტომ რომ გიგისთან ერთად თქვენ იცით რომ 7 პირი სამართლდება თბილისის მოლთან დაკავებული ადამიანები არიან ახალგაზრდები და რა ვიცი ყველანაირი ადამიანი ვინც სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს და ედავებიან სტრატეგიული ობიექტის გადაკეთებას და ასევე 2 საათზე მე რაღაცნაირად გამიმართლა რომ მოვხდი სასამართლოს შენობაში, იმიტომ რომ შემდეგ ჩაკეტეს, ჩარაზეს და საერთოდ არავინ აღარ შემოუშვეს და მე ზურას დარბაზში როდესაც განმოვედით იყო პატარა დარბაზი, ხო, რაღაც 15 კაციანი და აქედან მედიის წარმომადგენლები და სულ რამდენიმე ადამიანი და 2 დიპლომატი იყო. ვინც ვესწრებოდით ამ ხტომას, მაგრამ მე რაც ვნახე, ყოველ შემთხვევაში, ანუ ხა გარედან როდესაც ხარ და გულშემატკივრობ, შეიძლება სხვა ადრენალინი გამოდის და სხვანაირი, თქვათ, მოჭიმული ხარ, მაგრამ შიგნით ჩემთვის ძალიან ემოციური იყო უწრფელად, ანუ მე თვითონ ჩემს სასამართლოს ხტომებზე ამ ჯარიმების გამოცდილი მაქვს ეს მკითხობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები როგორც უდგებიან ზოგადად სამართლებრივ საკითხებს ხოლმე და რა ვიცი ხა ჯერ სისხლის სამართლის წესით არ ყოფილვარ გასამართლებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროკურორების უტიფარი 2 ახალგაზრდა ქალის რაღაც დამოკიდებულებამ რომ რაც შეიძლება მალე ჩაისვათ ადამიანი და ციხეში და დაეპატიმრებინათ ამან ძალიან დამამძიმა სიმართლე გითხრათ და დამამძიმა იმან რომ ეხა ოჯახს ხლიჩავ არაფრის გამო ზურა რომელიც ეხა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ხო ჩემთვის ეხა წარსულუკენის კომისია არსებობს მე არც რომ დავიბარო არც გირაოს გადავიხდი არც მივალ ეხა ეს რა ვიცი ერთი თვით თქვენ ეთერში თქვი მაგრამ თავისთავად აი ყველაფერი რო დაუშვათ ხო ანუ მე 2004-დან 2012 წლამდე ვიყავი წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ანუ მუშაობდი იმ ხელისუფლებას ვეკუთვნოდი მე ზურად არ ვიცნობდი ანუ არ მინახავს არც ერთ შეხვედრაზე არ მონაწილეობდა არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ყოფილა
არც თანამდებობის პირი არ ვიცნობდი უბრალოდ მე ზურა გავიცანი ოპოზიციაში და უფრო მეც გეტყვი ზურა გავიცანი მას შემდეგ რაც მე უკრაინიდან დავბრუნდი ანუ არც მანამდე არ ვიცნობდი ანუ ესე რო ვთქვა ხო წარმოუდგენელია ანუ მისი დაბარებაც ამ კომისიაზე რომელიც წარსული წინა ხელისუფლების საქმეებს იკვლევს თავად ეს არის აბსურდია წარმოუდგენელი აბსურდია კი ანუ წარმოუდგენელი აბსურდია იმიტომ რომ მე შემიძლია თქვა რა ვიცი ყველგან მოუყვერო მართლა არ ყოფილა ეს ადამიანი რა თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არც ყოფილა ჩართული არავის რა გადაწყვეტილებებში და არ ვიცნობდი მართლა მაგრამ თავარი ეგ არ არის ზურას გადაწყვეტილებამ სისტემასთან დაპირისპირებამ მიუხედავად იმ ემოციებისა რომელიც ახლა ყველა ოჯახის პირველ რიგში ოჯახი და თვითონ ზურა იმიტომ რომ რაც არ უნდა ვიძახოს ჩვენ რომ ძალიან ისეთი ნამდვილად ჰეროიკული ნაბიჯი იყო ნამდვილად მაგრამ თავისუფლებას როდესაც უზღუდავ ადამიანს და ეს თავისუფლების შეზღუდვა დგას არაფერზე პრაქტიკულად ხო ზურაც მაგას ამბობდა ბოლომის მისი სიტყვა რაც იყო ხო ანუ მოსამართლის მიმართ რომ გავაგებინეთ რა შიმდევთ ბრალს ანუ რა ვქენი ანუ მტკიცებულებები არ არსებობს წითელზე გაიარაო დაახლოებით ასეთი იყო შალვა პაპუაშვილის განმარტება ხო, ნუ პაპუაშვილი წარმოუდგენელ პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა გაიცვითა უკვე პროპაგანდაში, მაგრამ ანუ მართლა მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს, თქვათ, არ არსებობს მოწმეები ამ საქმეში და იმიტომ, ანუ მტკიცებულებები არ არის, მარტო მისი საჯარო განცხადებები მოიყვანეს მტკიცებულებას პროკურატურამ. ანუ მიუხედავად ამ ყველაფრისა და არც მიმალვას აპირებს, იმიტომ რომ სასამართლოშია და პირიქით, რა ვიცი, როცა დაიბარებდნენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიმინდოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის და პირველ რიგში მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ძალიან მტკივნეულია რა თქმა უნდა ხო ანუ თან შეგრძნებაც კი რომ ეს უდანაშაულო ადამიანი უნდა იყოს ციხეში არაფრის გამო იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ესე გადაწყვიტა მაგრამ თავისთავად მე მაინც ერთი შეგრძნება დამრჩა ანუ დღეს თქვი თქვენს კოლეგებთან და კიდე მინდა თქვენთან გავიმეორო შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ სამსჯელოდ მნიშვნელოვანია მე რა შეგრძნებას დამრჩა ეხლა მე გრძნობ ხშირად, იმიტომ რომ ყოფილ ვარ, თქვათ, რაღაცნაირად პოლიციის გამოყენება, თქვათ, სახელმწიფო მიერ, ხო, ანუ თქვათ, კანონის კუთხით, აღსრულების კუთხით და ასე შემდეგ ამ ხარეს ყოფილ ვარ, ხო? ეხლა და ვიცი როგორ გრძნობს სახელმწიფო აი ამ უბრალოდ აი სისტემა რეპრესიულ მესმის ყოველ შემთხვევაში რეპრესიის გამოყენების მექანიზმი და გუშინდელი მე რომ მივედი ცოტა ადრე და პრაქტიკულად ყველა ჩიხში რომ იდგა პოლიციელი და არ ვიცი დაახლოებით ესე მე არ ვიცი ალბათ 10,000 კაცი ყავდათ მობილიზებული ყოველ შემთხვევაში ყველგან დიღომში ტრასა და ტრასის იქით არ ვიცი ჩიხებში ყველგან პოლიციელი იყო შიგნითაც პოლიციელები ხა მთელი დერეფანი და ადამიანები შეიძლება რომ არ დაგეთანხმოთ ეს ფაქტია არა და ნახეთ რას ვამბობ იმას ვამბობ რომ ხშირად სისტემას უფრო ეშინია ჩვენი ვიდრე ჩვენ გვაქვს თქო ჩვენი თავის რწმენა ანუ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ხშირად ანუ ფაქტია რომ რეჟიმის ასე ვთქვათ რეჟიმის პროპაგანდიდან გამომდინარე ამ მასშტაბის მობილიზება უკავშირდება იმ მოლოდინებს რომელიც შეიძლება რომლის რწმენაც საპროტესტო მოძრაობაშიც კი არის ჩვენ არ ვქონდეს იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერები ვართ შინაგანად მორალურად არ ვიცი ხა არ ვართ შეიძლება თოფიანი კაცი არ გვყავს და ფინანსები არ გვაქვს და რა თქმა უნდა ყველანაირად ვცდილობთ რომ რეჟიმი დავფრესოს ხო ანუ მაგრამ მიუხედავად ამისა ყველანაირი ის მედეგობა რომელიც გვაქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამით გაცილებით უფრო ძლიერები ვართ ზურას მორალური ნაბიჯი გაცილებით უფრო ძლიერია და აი პროპაგანდას თუ გადავავლებით მერე თვალს მე არ მინდა ხა რაღაცა ეს ყალბი მოლოდინის არ შექმნა და არც რაღაცა ყალბი პლატფორმის საუბარი მაგრამ ზურას მთელი ეს ანტიპროპაგანდის მისია ანუ ეს წარმოუდგენლად აი რა ვიცი ტროლები ბოტები მისი ყველა მთელი პროპაგანდა მოცულია ზურას აი ამ რაღაცნაირად იმისი გამართლებით რომ ჩვენ კი არ დავიჭი სისტემამ კი არ დაიჭირა თავის თვითონ დაიჭირა ოპოზიციამ დაიჭირა ხო ანუ ეს ყველაფერი აჩვენებს იმას რომ ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი წმენის სტანდარტი უნდა გქონდეს ჩვენი თავის გულწრფელად იმიტომ რომ ანუ ყველაფერი ხო რეჟიმის ეხა ხშირად არის ხოლმე რომ აი მაგალითად როდის მოყანყალდა თუ არ მოყანყალდა არის ეს რაღაცა კამათი მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი როდესაც ფიქრობს რომ არ აქვს ლეგიტიმაცია ყველა რესპონს ჟურნალისტ ხელისუფლების წარმომადგენელი მას ეუბნება რომ ანუ რეჟიმის წარმომადგენელი რომ ანუ ჩვენ გვაღიარეთ და მე გიპასუხებთ ანუ ეს
ლეგიტიმაცია აწუხებთ ის, რომ პროტესტი არ შეწყდა, აწუხებთ, ვთქვათ, პოლიტიკოსების ეს გადაწყვეტილებები, ხა თორე ზურას გარდა იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა აქვს, ანუ არც რეპუტაციულად და არც მის სტატუსს ნამდვილად არაფერი არ მოაკლდება. ხო, ისევე როგორც შემდგომი პოლიტიკოსები ფიქრობთ, რომ ეს პატიმრები აწუხებს, ანუ არ უნდოდა და რაღაც ასე მოხდა, ანუ მე ვფიქრობ, რომ მთელი სრულიად მდგომარეობა აწუხებს. კი, ანუ ზურას დაკავება გუშინ რეჟიმისთვისაც კი არ იყო, ასე ვთქვათ, მარტივი ნაბიჯი, იმიტომ რომ მოსამართლესაც, რომელიც გავიდა სათათბიროდ მარტო იმიტომ, რომ გადადებდა მაინც, თან ძალიან რთული დროა მისთვის, ის ცდილობს, როგორც თქვენ ამბობთ, ლეგიტიმაციის კრიზისის რაღაც წვეთ-წვეთად, ხელის ჩამორთმევის შევსებას ამ პროცესის. არა, მე ვფიქრობ, რომ უკვე ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარი ფინანსური კაპიტალის უსაფრთხოებაზე. იმიტომ რომ მას ძალიან გასაგებად განუმარტეს და სხვათაშორის განუმარტეს არა მხოლოდ საჯაროდ, როგორც ვთქვათ, სახელმწიფო მდივნის განცხადება იყო, არამედ აი მაგალითად საინვესტიციო ფორუმზე, როდესაც დავითაშვილი ჩავიდა დიდ ბრიტანეთში, მას შეხვდნენ და აუხსნეს ძალიან კონკრეტულად, რომ თუ რეჟიმი არ დაიცავს იმ სტანდარტებს, არ შეწყვეტს თავდასხმებს პარტნიორებზე, მაშინ ძალიან მძიმე სანქციები იქნება გამოყენებული სწორედ ივანიშვილის მიმართ და არა მხოლოდ, ხო? ამიტომ და ეხლა ამის შემდეგ მას არ აქვს, როგორ ფიქრობთ, მზაობა და გადაზღვევა ამისთვის? რა შეიძლება იყოს მისი გადაზღვევა? ეხლა მიუხედავად ამისა, რომ ამ საუბრის შემდეგ, თქვათ, გუშინ წინ ბრიტანელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს, ეხლა მე ვიცოდი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, უბრალოდ გადასტურება ოფიციალური, უნდა თვითონ ჟურნალისტებს გაეკეთებინათ, რა თქმა უნდა, და ყველა პატივი ვეცით მათ ასე ვთქვათ, საჯარო განცხადებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაზღვევა მისთვის აღარ არსებობს. ერთადერთი გადაზღვევა, რაც არის, ეს არის კიდევ ვიმავრებ, თოფიანი კაცის და ჯარის გამოყვანა ჩვეულებრივი აქტივისტების, ადამიანების და პოლიტიკოსების საწინააღმდეგო წინააღმდეგ, ეს არის ფინანსური რესურსის მობილიზაცია, საკუთარი რაღაც არაიდეოლოგიზირებული, არაპოლიტიკოსების, არამედ რაღაც რეჟიმის წარმომადგენლების, მასზე ჩამოკიდებული ადამიანების, რაღაც ასე ვთქვათ, ძვლების გადაგდება ადამიანებისთვის, რომ ოღონდ რაღაცნაირად კიდევ პროპაგანდისტულად წელში იყვნენ გამართული. ამიტომ ერთადერთი გადაზღვევა რა აქვს, რომ ბოლომდე ვთქვათ, შეასრულოს ის მოთხოვნები, რომელიც არის არა ცივილიზებული სამყაროდან. ხო, მე მაინც მგონია, რომ დეკემბრის ბოლომდე ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ დეკემბრის ბოლომდე გაცილებით უფრო სხვა, ვთქვათ, სხვა მოცემულობაში შევხვდეთ, რა თქმა უნდა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება გადაწყვეტილება. რა მოხდება დეკემბრის ბოლომდე? აი მაგას ვსაუბრობ, რა ჩანაფიქრია. ცოტა დრო გვაქვს. ხო, ანუ რომ ვთქვათ, ახალი არჩევნები, თავისუფალი ადამიანები ყავდეს ტყვეები, ვინც არიან, მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ დეკემბრის ბოლომდე საბოლოოდ 3+3 ფორმატზე და თქვა სხვადასხვა რუსეთთან მიახლოებულ ფორმატებზე უფრო გაცილებით კი ბატონო, საინტერესოა, იმიტომ რომ ზუსტად ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუ ვახსენეთ დღეს რამდენჯერმე GeoCase-ის ანალიტიკოსის, რომელიც წერდა, რომ სწორედ დეკემბრის ბოლოს, ანუ წლის ბოლოს ევრაზიიზაცია, რაღაც ამ ტიპის განაცხადს გააკეთებს ქართული ოცნება, ამიტომ თქვენი ეს პროგნოზიც არის ამ მხრივ საინტერესო. მე არ დამიკითხავს მართალია ბატონი ყიფიანის ინტერვიუ, მაგრამ მე სულ ამას ვამბობ, რომ მისი ამოცანა, იმიტომ რომ სხვანაირად, ვთქვათ, რუსეთთან მეტნაკლებად დალაგება წარმოუდგენელია, რასაც იგი და მეტნაკლებად ურთიერთობების კი ბატონო, რაღაც პირველი ეტაპი როგორც მინიმუმ 3+3 თუ არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. პირველი ეტაპი იქნება ფორმატთან შეერთება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები, მდგრადები და რა თქმა უნდა, ყველა ის რისკი, რომელიც აიღო ზურამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა, ეს რისკი აუცილებლად გაამართლებს. ეს არის ჩემი წარმოდგენა. მადლობა თქვენ. ხატია დეკანოიძე იყო ჩვენი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა.